ბოლო ზარის დღე იზეიმეს დღეს ნომერ მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა. იზეიმეს უსიტყვოდ, თუმცა მრავლის თქმელად და აკადემიურად. უსიტყვო გაკვეთილი, უსიტყვო შატალო. თინეიჯერების უსიტყვო პრეტენზიები და მოთხოვნები, უსიტყვო სიზარმაცე, უსიტყვო სიყვარული, ყველაფერი უსიტყვოდ, თუმცა ჟესტებით, პლასტიკით და გრძნობით. საბოლოოდ კი მაყურებლისთვის ყველაფერი გასაგები, საინტერესო და მოსაწონი გახდა. ნომერ მეორე საჯარო სკოლის ინოვაცია შედგა, გაამართლა. ალბათ სასკოლო ისტორიაში პირველად მეორე სკოლელებმა ბოლო ზარი პანტონიმით, შთამბეჭდავი და ყურებადი გახადეს. წარმოდგენის მსვლელობისას გასულმა ვიდეორგოლმა მოგონებები აახმიანა. სკოლის წლების ყველაზე ტკბილი და დაუვიწყარი. მე-12 კლასელების საფინალო გამოხედვამ და თვალზე ცრემლმა კი ემოციები დარბაზსაც გადასდო. წარმოდგენის ბოლოს სიტყვის ძალას ვერ გავეკეცით. სიყვარულით ნათქვამ სიტყვას, მოფერებას, მიალერსებას, რომელიც სკოლის ხელმძღვანელმა, პედაგოგებმა და მოწვეულმა სტუმრებმა არ დაიშურეს, აც უკვე ყოფილი მოსწავლეების მიმართ. დღევანდელი დღე იყო სრული საოცრება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ჩვენგანი ძალიან მონდომებული იყო თვითონ პროცესში და ნამდვილად შევძელით, რომ უსიტყვოდ გვეთქვა ჩვენი სათქმელი. ხოლო რაც შეეხება ჩემს ემოციებს, ვარ უბედნიერესი, ამავდროულად გულიც მწყდება, მაგრამ იწყება უფრო დიდი ახალი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში და ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, ერთიანი და ბედნიერი მომავლის მშენებლობისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ამავდროულად ესტაფეტას ვუტოვებთ მომავალ თაობებს. ვემზადებოდი ისე რომ არაფერს გვეშინოდა რა მართლა. აი ყველაფერს მზად ვიყავით, მაგრამ აი სანამ დაიწყებოდა 5 წუთით ადრე აი თავი დატრიალა, ყველაფერი დატრიალა და როგორც კი გამოვიდი სცენაზე დაიწყო ყველაფერი მომეხსნა და ანთავისუფლად ვიყავი და მე მგონი აი გამოვიდა რა. თავარია არ ვინერვიულად ყველაფერი ისე გავაკეთეთ როგორც მომზადებული ხონდა და მე მგონი გამოვიდა ისეთი როგორც ხალხს უნდოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ახლა ჩვენ ცხოვრებაში, გამოცდები გვაქვს, უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო, სტუდენტები ხვდებით და უსურვებ ყველა სასურველ ფაკულტეტსა და უნივერსიტეტში მოხვედრას. ძალიან კარგი იყო ალბათ, რაც მაქსიმუმ რაც შეიძლება ყველაფერი ვაჩვენეთ და ჩემ მეგობრებს ვეტყვი და ურჩევ რომ აი მართლა ყველაფერი როგორც უნდა რომ ისე წარმართო ცხოვრებაში, ყველაფერი ისე წარმართო და აი ამ დღის მერე უკვე რა ვიცი რა ჩვენი უფრო მეგობრობა უფრო ხანგრძლივი და უფრო მეგობრული იქნება. ბოლო ზარისთვის ყოველთვის მართლა საგანგებოდ ვემზადებით, მაგრამ წელს შეიქმნა აზრი რომ მოკლედ გაგვებედა პირველი პრეცედენტი შეგვექმნა ბოლო ზარისა სახელწოდებით უსიტყვოდ. ჩემმა მართლა მრავლის მთქმელმა და ძალიან ნიჭიერმა ბავშვებმა შეძლეს ეს, გამოვიდა დღევანდელი დღე შესანიშნავი, ვილოცავ მათ მე ამ ღირსეულ დღეს ახალი ისტორიის გაგრძელებას, ვუსურვებ რომ უდრამ ნათელი და ნათელი გზებით ევდნენ, წარმატებები ქონოდნენ და წინ ძალიან ცხელი ზაფხული ელოდებოდა, დარწმუნებულები რომ იქაც ძალიან კარგი შედეგები დაასრულებენ ეროვნულ გამოცდებს. მე-12 კლასელებს ვილოცავ სკოლის დასრულებას. დღეს მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება, იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი, სავსე შესაძლებლობებით, მიზნებით და პასუხისმგებლობით იყვნენ მიზანდასახულები, არასოდეს შეწყვიტონ განვითარება, სწორედ მათი ცოდნა, შრომა და მონდომება შექმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს უსურვებთ.